გოგა ხაინდრავა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. კინორეჟისორმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს ეკონომიკური ომი უწოდა. მისი შეფასებით მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. გოგა ხაინდრავამ ყურადღება გაამახვილა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზეც. ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ომი გამოუცხადა მთელ მსოფლიოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება უკრაინაში, თუ დავამატებთ ამას ეკონომიკურ ომს, ჩვენ ერთ ნაბიჯია მსოფლიო ძალიან სერიოზული კატასტროფისგან, რასაც ბირთვული ომი ქვია. დღე არ გადის, რომ რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცილის წამებლური განცხადება არ გააკეთო საქართველოს წინააღმდეგ. გამოვიდა ეუთო ოდირის ხელმძღვანელი ერთ-ერთი და განაცხადა, რომ ლიაკა ხოშტარია აწამეს. აწამეს თეთრაძე სერგო 5 დღის განმავლობაში და გირგვლიანი აწამეს. წინასწარმეტყველური წერილი გამოქვეყნდა ზაზა შათერიშვილის. ერთი წერია იქ ყველაფერი. რაც რეალობა რაც არის. საბჭოთა კავშირად გადაიქცა ევროკავშირი. საფრანგეთის ელჩი გამოდის და დემოკრატიას გვიწუნებს ჩვენ ქვეყანაში, სადაც სარკოზი 7 წელი მიუსაჯეს ქრთამზე, შირაკი ქრთამზე გაასამართლეს და ლეპენს აუგრძალეს იმაში არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ მოუგებს. ჩეხეთის ელჩი გამოდის და შეურაცხყოფას გვაყენებს, რომ გეუბნება, რომ დემოკრატიის შუქურა იყო საქართველოს. დემოკრატიის შუქურა იყო სადიზმის, წამების, არაადამიანობის შუქურა იყო. გავარვარებულ, გაძვინვარებულ მსოფლიოში საქართველოს შეძლო ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც მის ინტერესებს ემსახურება.